მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, აი ესეთი მზიანი, ლამაზი ქიზიყიდან, სიღნაღიდან, მინდა სიღნაღობის დღესასწაული დაგათვალიერებინოთ, მოგასმენინოთ, გაჩვენოთ, მაგრამ მანამდე მინდა მოვყვე აი ზუსტად ამ საოცარ კედელზე. ეს არის გალავანი, რომელიც ერეკლე მეორემ როგორც ზღუდე ისე აუშენა. არა მარტო კახელებს და ქიზიყელებს, ცხადია, მთელი საქართველოს ზღუდე იყო და ზუსტად ეს გალავანი და ჩვენ ახლა ვდგავართ იმ ქუჩაზე, ეს არის ელენე ახვლედიანის მუზა. ქუჩა, რომელიც არის დღეს ჭავჭავაძე ეწოდება, მაგრამ წარმოგიდგენიათ, აქედან ჩვენი მამები, პაპები ებრძოდნენ მტერს და ეს ზღუდე არის ძალიან დიდი, ძალიან გრძელი, ძალიან მნიშვნელოვანი და მე არ ვიცი სკოლებში რატომ არ ისწავლებოდა, რომ სიღნაღის გალავანი არის ჩინეთის კედლის მეორე და ზოგადად ევროპაში პირველი. სხვათა შორის ფრანგები ყოველთვის ადარებენ ჩვენს ლამას პატარა სიღნაღს, რომ რაღაცა პროვანსული გვაქვს და პროვანს გავს. იტალიელები ტოსკანას ადარებენ. რა ვიცი, ყველა თავისას ნახულობს და ამიტომაც არის ალბათ ეს ჩვენი კახეთი ასეთი ლამაზი, ასეთ გრანდიოზული და იმიტომაც არის შეყვარებული ყველა ამ სიყვარულის ქალაქზე. რაც შეეხება აი ამ ლამაზ ქუჩას, აი ამ ლამაზ პატარ-პატარა მოპირკეთებულ ქუჩებს და უნდა ითქვას, რომ წელს იწყება გრანდიოზული ძალიან დიდი და მასშტაბური რეაბილიტაცია სრულიად სიღნაღის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ უპრეცედენტო რაოდენობის ტურისტები შემოდიან და მე პირადად 7 წელი აქ ვიმყოფები და ასეთი ნოემბერი არ მახსოვს, ნოემბერი, რომელიც არის ხალხმრავალი, რომელიც არის ძალიან გრანდიოზული და დღეს იმდენი ქართველი ჩამოვიდა და ჩვენი შიდა ტურიზმის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია და მოხდა კიდევ რა ბავშვებს შევაყვარეთ აქაურობა. მაგალითად, ჩემი შვილიშვილები 2 დღე რეკავდნენ, რომ მოვდივართ და აი სახეზე დაგვიხატავენ საქართველოს დროშას, მოვუსმენთ ქართულ ანსამბლებს, იქნებიან ჯამბაზები ქუჩაში. ამას კითხულობდნენ ბავშვები. და რა თქმა უნდა, ჩემი შვილები, მამაკაცები კითხულობდნენ ჭაჭის ფესტივალს და ღვინის ფესტივალს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია. ლამაზია ჩვენი ქიზიყი, სიღნაღი და მე მინდა მაქსიმალურად გაგაცნოთ აქაურობა და ისე შეგაყვაროთ, როგორც მე მიყვარს და ის რომ მე მიყვარს აქაურობა, ერთი ბრძენი კაცის დამსახურებაა და ეს ბრძენი კაცი არის სერგო ვარსიმაშვილი, რომელიც ამ ქუჩის მაცხოვრებელია. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ჩვენ იმის თაობაზე, რომ ოდესღაც მე მომინდებოდა თბილისიდან წამოსვლა და გადმოსვლა სიღნაღში და მისი დამსახურება ეს ყველაფერი და სულ მალე შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო საუბარს ბატონ სერგო ვარსიმაშვილთან. მაშ ასე შემოგერთით სერგო ვარსიმაშვილთან ერთად, სიღნაღელი კოლორიტი და ჩვენ ვართ ახლა მიღმა იმ გალავნის, რომელზეც გესაუბრეთ. აქ არის ეთნოგრაფიული ბაღი, ლამაზი, არაჩვეულებრივი, 100-წლოვანი ხეები და არა 100-წლოვანი, 200-წლოვანი, 300-წლოვანი. სერგო მითხარი, რომ ამ ქალაქში ყველაფერი არის მრავალწლოვანი. ფუძე და ფესვი არ ჩანს. სად არის, საიდან მოდის? ძალიან ღრმად მივდივართ. მე ვიცი, რომ ამ გალავანს თავისი საიდუმლოებები აქვს, თავისი რაღაცა კოლორიტული ამბები. აი, მე მინდა რომ გააცნო ჩვენს მსმენელებს კი არა მარტო, იმ ადამიანებს, რომლებიც რაღაც მიზეზით ვერ ჩამოდიან სიღნაღში და მე ვფიქრობ, რომ ამ ჩვენი პატარა გადაცემით რაღაცას მაინც ამოვუსებთ, აი იმ ვაკუუმს, რომელიც ჩნდება. უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით ყველას. სიღნაღის სტუმრებს და კონკრეტულად მათ, ვინც ვერ მოახერხეს დღევანდელ დღესასწაულზე მობრძანება, გეპატიჟებით ყველას, ჩვენი ოჯახის კარები ღია, ბევრ სიამოვნებას მიიღებთ სიღნაღიდან. სიღნაღი ჩემი ქალაქია და არა მარტო ჩემი. ეს არის ძირძველი, ეხლა ისტორიულ წერილებში შეიძლება კონკრეტული თარიღებია მითითებული, როცა სიღნაღმა ერეკლესგან იბოძა ქალაქის სტატუსი, მაგრამ მისი დაარსების როგორც დასახლებული პუნქტის ფესვები ძალიან ღრმად მიდის. ეხლა ჩვენ ვდგევართ ძალიან საინტერესო ლოკაციაზე, რაც შეეხება იმ საიდუმლოებებს, რომელიც ჩვენთვის ბავშვობიდან იყო ჩვენს მიერ ნანახი აღმოჩენილი. აქ არის ნახეთ მისი მშენებლობის დროს, აქ არის ანაბეჭდი ხელის. სავარაუდოდ ეს როცა ილესებოდა და სხვათა შორის სამშენებლო მასალა ეს იყო
კირი, კვერცხის ცილა და აი ეს რიყის ქვა, რომელიც ესე იგი სხვადასხვა ლოკაციიდან ალაზნის ველიდან ვირებით საპანეს ეძახდნენ, ესე ვირებით ეზიდებოდნენ და ხელიდან ხელში გადმოდიოდა ეს სამშენებლო მასალა. სავარაუდოდ ეს ვიდრე სველი იყო ეს ნალესი. აქ ალბათ რომელიმე მუშამ ანხელოსანმა თავისი ხელის ანაბეჭდი დატოვა. ან და უბრალოდ დაღლილი მიეყუდა ასე და სველი მასზე დარჩა სანაბეჭდი. ჟამთა სიამის გამო ეს არის ჩამოგრეული, ნახე დალი. მეც მაინტერესებს. შევეხო ისტორიას. სიღნაღის გალავნის მშენებლობაში ამჟამინდელი სიღნაღის რაიონის თითქმის ყველა სოფლის მოსახლე იყო ჩართული. ამიტომ არის აქ ყველა კარს აქ თავისი სახელწოდება, ანაგის, ვაქირის, მაღაროს კარი ძალიან ანუ მრავალ კილომეტრზეა, ხო? ეს არის დაახლოებით 5 კილომეტრი ნახევარი სავარაუდოდ ასეთი ეს არის სიგრძე არის ამ კედლისა. სიღნაღი იყო ფორპოსტი ქრისტიანობის არსებობს ასეთი ისტორიული ჩანაწერები, რომ სიღნაღში ერეკლეს დროს იყო ძალიან კარგად აღჭურვილი, კარგად გაწვრთნილი ლაშქარი, რომელიც აკონტროლებდა ალაზნის ველზე. მოგეხსენებათ, აქ გადიოდა ალაზნის ველზე შტო, დიდი საქარავნო გზის, რომელიც ანუ ის აბრეშუმის გზა, რასაც აბრეშუმის გზის ერთი შტო აქ შემოდიოდა და ამ ქარავნების ესე იგი უსაფრთხო გადაადგილებაზე ანუ ერეკლეს აი ამ სიღნაღში განთავსებულმა გარნიზონმა გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრა. ხდებოდა თავდასხმები, ძარცვა და ასე შემდეგ და ეს მობილური შენაერთი დროულად ეხმარებოდა ხოლმე ამ ქარავნებს. მადლობა. ეხლა მეგობრებო, ჩვენს უკან კავკასიონია და როგორც კახელები ამბობენ, ზუსტად ეს არის საქართველოს კარდიოგრამა. მართლა ასეა. აი შეგრძნება, როდესაც აი ასეთ კავკასიონს უყურებ, სრულიად არის, რომ ვართ იქ, სადაც გადაღებულია საქართველოს კარდიოგრამა. სერგო, მრავალი ტრადიცია აქვს სიღნაღს. აი რაღაცა ერთ-ერთი რო გვითხრა, სანამ აქ ისეთი რუზრუზია ხახლა, როგორ ვახერხებთ საერთოდ საუბარს არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ გაგებით მოეკიდებით, თან ისეთი სილამაზეა. ხო, აი საოცრება ხდება, თან ეს ჯერ კიდევ არ არის დასაწყისი იმ საოცარი დღესასწაულის, რომელიც უკვე იღებს, ასე ვთქვათ, სათავეებს და რა თქმა უნდა, აი ამ ტრადიციების ქალაქში უნდა ტარდებოდეს ფესტივალები. მაშ ასე, რა იყო ესეთი ტრადიცია? ანუ მე რისი შემსწრეც ვარ. ან მზადება სიღნაღში ასეთი რუსული ენოვანი ტერმინოლოგია არსებობდა. ხო, იმიტომ რომ გასაგებია რომ ეს გზა იყო, როგორც შენ თქვი, საქარავნე. საქარავნეს და სიღნაღი იყო ტოლერანტობის სახე. ანუ სიღნაღში ყოველთვის ცხოვრობდა მრავალეროვანი იყო ეს ქალაქი. რუსი, პოლონელი, ქურთი, რელიგიური თემაზე, მუსლიმი, კათოლიკე, მართლმადიდებელი, ქრისტიანი. და არასოდეს არანაირი კონფლიქტი, ურთიერთის პატივისცემის თემა იყო. აი როგორც დავით აღმაშენებელმა წესდებად ჩამოაყალიბა თბილისში, რომ ქრისტიანს უნდა პატივი ეცა მუსლიმის ქმედების, ცხოვრების, ყოფის და იკრძალებოდა რაიმე შეურაცხყოფელი ქმედება, ანალოგიური იყო გადმოტანილი სიღნაღშიაც. აი ეძახდნენ ვეჩერინკა, ანუ ვეჩერზე ჩემი ბებია ჩიხტა კოპს მოირგებდა, კოპწიად ჩაიცმევდა, შვილიშვილებიდან ძალიან ბევრი ვიყავით ღმერთმა გვამრავლოს და ყველაზე აქტიური ბავშვი, რომელიც იყო, ვინც იცოდა სიმღერა, ცეკვა, ლექსი, რომელიც ბებოს არ შეარწხვენდა ამ ვეჩერინკაზე, აი ის იყო უკვე ღირსეული, რომ მონაწილეობა მიეღო ამ ღონისძიებაში. და რა სიხშირით ტარდებოდა? თითქმის ყოველ აი რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნა ხდებოდა ამით. ხდებოდა დაბადების დღეების აღნიშვნა, უბრალოდ რაღაც ნოსტალგია რომ მოეკიდებოდათ ხოლმე ამ სამეგობროს, აბსოლუტურად ითქმებოდა დღე, მაგრამ ლოკაცია სხვადასხვა იყო. აქ მეორე სხვა ჩართულობა იყო კიდევ. ყველა ქალბატონს
უნდა და ენახვებია თავისი მეგობრებისთვის მისი კულინარიული ნიჭი. ანუ კერძოდ რა ხდებოდა? სამოვარი იდგა, ჩაი, მერე სხვადასხვა ნაირსახეობა მურაბების, ტკბილეულობების, ნამსხრები და ყველაზე მთავარი რაც იყო ლოტო. თამაში. აზარტული თამაში. ეს იყო რაღაც აი ღირსშესანიშნაობა, ეს მე ჩემდა სამწუხაროდ რამოდენიმე მოდი ჩვენ ისა ვქნათ საფუძველი დაუდოთ სამოვარიც ამაკ და ერთი 100 წლის ისა ლოტოც ამაკ. ასე რომ მეც რო გადმოვედი პირველი რაც იყიდა ლოტო და ყველა მეკითხებდა ეს ლოტო რა დგინდაო მე ვთხარი მე სერგო მიყვებოდა რომ აქ თურმე ყომარი მიდიოდა ლოტოზე. ხო, ერთი უფრო ადრინდელი პერიოდთან დაკავშირებული რაც იყო. სიღნაღი იყო ოსტატთა ქალაქი. იმ პერიოდისათვის არ არსებობდა რაიმე დარგი, რომლის მაღალი კლასის ოსტატი სიღნაღში არ ყოფილიყო. მკერავები, ფეხსაცმლის ტანსაცმლის, მჭედლები, მეიარაღეები, ოქრომჭედლები, აი მე მახსოვს რომ აქ ძმები ცხოვრობდნენ ლადო და შაქრო. ოქრომჭედლები იყვნენ ძალიან მაღალი კლასის და სხვადასხვა რაიონიდან მოდიოდნენ, როცა ქორწინების ეს რიტუალი იყო, ამათ უკეთავდნენ ხოლმე აი ამ სამკაულებს, იმიტომ რომ ძალიან მაღალი კლასის ოსტატები იყვნენ. და რაც თავარია, დღესასწაულები როცა ხდებოდა ხოლმე, იყო ამქარი. აი ყველა ამ სახეობას ყავდა თავისი უსტაბაში, აი ძველი ტერმინოლოგიიდან ქონდა ამქარს ქონდა თავისი დროშა და აი გახსოვთ ალბათ საბჭოთა პერიოდში 1 მაისი 7 ნოემბერი გოლმეურნეობები, საბჭოთა მეურნეობები, ორგანიზაციები, დროშებით, პლაკატებით რო გამოდიოდა. აქაც იყო. აქ იყო, აი სამქარი მოდიოდა, წინ ბედროშე ყავდა და ეს ფიროსტატი, ვინც იყო ამათი ხელმძღვანელი და შეგირდები და სხვა ოსტატები. სხვათა შორის აი ამ რაიონიდან 4901-მა ვაშკაცმა კახელმა შესწირა თავი სამშობლოს და მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპა და სერგო ეხა ზუსტად ვიცი რომ შენი მშობლები პაპა გიყვებოდნენ რა იყო როგორ იყო და აი მეორე მსოფლიო ომს და ალბათ მემორიალთანაც მივიდეთ და ვნახოთ პარკში როგორ შეხვდნენ კახელები როგორც მთლიანად ამ საქართველოსთვის ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედიის ზარი. როგორც ერთი აბსოლუტურად ყველა იქნა მობილიზებული. სიღნაღის რაიონი მოგეხსენებათ ძალიან პატარა რაიონია. სიღნაღი მით უმეტეს. ხუთზე კაცი დაიძრა, უამრავი მიყვებოდნენ რომ უამრავი იყო მოხალისე, რომლებთაც ჯერ ის სლოვანება არ აძლევდა შესაძლებლობას რომ გაწეულები ყოფილიყვნენ საბრძოლო მოქმედებებში. და იპარებოდნენ ოჯახებთან. იპარებოდნენ ფეხით, ცხენით, თუ რამე არსებობდა სატრანსპორტო საშუალება აბსოლუტურად ყველგან. ბევრს იჭერდნენ, აბრუნებდნენ უკან. მაგრამ ამ პატარა რაიონიდან, პატარა სიღნაღის რაიონიდან წარმოიდგინეთ რამხელა პროცენტია 4901 კაცი, რომელმაც თავისი სიცოცხლე დატოვა ბრძოლის ველზე. აქ გაკეთდა ძალიან უნიკალური, აი აბსოლუტურად ყველა სიღნაღის რაიონის მკვიდრი აი უდიდეს მადლიერებას გამოხატავს იმ ავტორების მიმართ, ამ პროექტის ინიციატორების მიმართ, ვინც ეს გალავანების შექმნა, ვინც ეს მემორიალური დაფა შექმნა. და მე მინდა ვაჩვენოთ აუცილებლად აი ეს დაფა, სადაც სახელობით არის ყველა სოფლიდან არის, ყველა თითქმის საოცარია და გრანდიოზულია ეს გალავანი. ალბათ იცი რა მომწონს სერგო, რომ გალავნის ტრადიცია აი მას აქ რაღაცა გააცოცხლეს, ხო? ისევ აი გალავნურია ეს ყველაფერი და რა ლამაზია და მართლა საოცარია და ძალიან ბევრმა ჩემმა მეგობარმა აქ თავისი დიდი პაპების გვარები ამოიკითხა და ნუ ძალიან გრანდიოზულია ეს ყველაფერი და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვახსოვს ყველა ის ადამიანი, რომელმაც თავი გაწირა და
ამას აქვს ალბათ მნიშვნელობა. ჩვენ ერთია რომ დღეს ლამას პარკში დავდივართ, აქ მიდის დიდი მზადება დღესასწაულისთვის, მაგრამ ის რომ ჩვენ გვახსოვს თითოეული ადამიანი, რომელმაც აი ესე თავი გასწირა სამშობლოს, ეს მნიშვნელოვანია. უბრალოდ ლარი რა არის, იცი, აი გული მტკივა ხოლმე როცა ქართველებს არასწორ ინტერპრეტირებას ახდენენ ხოლმე რაღაც პოლიტიკურ რაკურსში, რომ თითქოს უპატივისცემლობას გამოხატავს, რა ვიცი, დღევანდელი თაობა, ყველამ დაივიწყა ის მადლი, ის სიკეთე, აი ეს დიდი გმირული ნაბიჯი, რაც ამ ხალხმა თავიანთი სიცოცხლის სანაცვლოდ ქვეყნის გადარჩენას მიუძღვნა. ეს არის აი ცოცხალი დოკუმენტი, ნახეთ როგორ არის მოვლილი სოფლების სახელები როა და მე სოფლების არაფერი არ არის დავიწყებული. ჩანს ნუკრიანი ხო? არავინ არ არის დავიწყებული, ეს ტრადიცია სუფრასთან რომ დღესაც კი 9 მაისის დღესასწაულზე ყველა ის ომში დაკარგული თუ გარდაცვლილი ბრძოლის ველზე დაცემული მეომრების, ჩვენი თანამოქალაქეების, ჩვენი წინაპრების გვარების სახელები ისევ ცოცხალია. და რაც თავარია, აქვე არის 9 აპრილის მემორიალი. აი ეს თქვა. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად იქ, სადაც ჩვენი პაპები განისვენებენ, ჩვენი უახლესი ისტორიის ნაწილის ამხსახველი ქვაც, აი ესეთი ლოდად გულზე ადევს სიღნაღს. ეს კავკასიონისგან ჩამოიტანეს ამხელა ლოდი აქ დადეს და აი იმ პერიოდში ლალი, აი ეს ბორდური. ეს აქ არისო ეს ქვა? არა, ეს კავკასიონიდან მოიტანეს, ეგ თვითონ სიღნაღის რაიონში შეუძლებელი იყო ამხელა ის. აი ეს ბორდური განათებული იყო სანთლებით. აბსოლუტურად, აი არ ვიცი, ის ღამე იყო ხოლმე რაღაც ასწაული, გლოვის, გოდების, ტკივილის. აი ესეთია ჩვენი გიზი. შემოგვერთა ნანა ნანობაშვილი, ძვირფასო მეგობრებო, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, კულტურის სამსახურის მითხარი კულტურის განათლების ახალგაზრდა საქმეთა სოციალურ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ვარ სიღნაღის მუნიციპალიტეტში. აი ესეთი მოქოქილი, ჯამრთელი, ინიციატივიანი მითხარი რა ხდება დღეს? რა ხდება და მე წარმოვადგენ სოფელ ვაქირს და ძალიან მიხარია რომ ჩემი სოფლის სახელი უნდა წარმოვწიო წინ სიღნაღობაზე. გვაქვს ძალიან ბევრი რეკვიზიტი, დიდი мотиваცია რომ ვაქირელები მობილიზებული მთლიანი სოფელი რა ერთხელ გამოგაქვთ რა გამოგაქვთ ყველაფერი რაც არის ქართული, ნამდვილი, ტრადიციული და ვაქირული. გეპატიჟები ჩვენ კუთხეში და აუცილებლად მობრძანდით, ვაქირულა გვაქვს წარაფის მოიცავთ ვაქირულა, იცით რა არის? რაღაცა სასწაული ღვინო რო არის, ხო? ისეთი ღვინოა, რომ მე ამ ჩართვას ან მოვახერხებ, რომ დავამთავრო წესიერად, ან არა, მაგრამ ყველას გეპატიჟებით, აი ეს არომატი მაინც ხომ მიუვათ ჩვენგან. აუცილებლად, მადლობა. ჩვენი საბავშვო კოლექტივები აი ესე ხმაურიანად იწყებენ დღევანდელ დღეს ლამაზები, კარგები, ენერგიულები და ახლა მინდა ჩავხტე ჩემს მეგობართან აი ესეთ მაგარ რა ქვია ამ ამბავს? აი ამას. აჰა, ელექტრომოტო რაღაცა მოკლედ და ცოტა გამისეირნოთ. დღეს შევეცდები რომ დაგათვალიერებინოთ მაქსიმალურად ყველაფერი, თუმცა ნუ წარმოუდგენელია ამ ნახევარ საათში ჩაეტიო რაც ჩვენთვის არის, ასე ვთქვათ. მაგრამ ცოტა რაღაცებს მაინც ნახავთ, ყოველ შემთხვევაში ლამას ქუჩებს, ადამიანებს, რომლებსაც უხარიათ, ემზადებიან, შვილები მოყავთ, მეც ხა დამირეკეს ჩემებმა და ასე გიჟებივით მოდიან თბილისიდან. ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ ჩიხტიკოპებში გოგონები, ლამას ჩაცმულობაში ბიჭები. სამწუხაროდ ჩვენ ორშაბათს ვართ ეთერში და ეხლა როდესაც გესაუბრებით უკვე ეთერი არის ორშაბათის, ეს ყველაფერი შაბათს ხდება და ძალიან რთულია თავიდან ბოლომდე მოიცვა ყველაფერი, ალბათ ლაივის რეჟიმში შეიძლება უფრო გამოგსულოდა, მაგრამ ნუ რა სიზამთ ქრონომეტრაჟი ასეთია. მაგრამ სამაგერად ეს ყველაფერი ცოცხალია, ლამაზია, მონტაჟის გარეშეა. გამარჯობა და მინდა ნახოთ რომ აქ მართლა სიყვარულის ქალაქია, რომ მეუბნებიან, რომ შენ მანდ როგორ ჩერდები ამდენი ხანი, როგორ შეგეძლო თბილისი გაგეცვალა სიღნაღზე.
აბა ეხა მითხარით, რომელი არ გაცვლიდით, რომელი არ წამოხვიდოდით და რომელი არ იქნებოდით აქ ჩვენთან ერთად. აი ეხა ვადრო ციკლები, გიჟები, გადარეულები ასე დარბიან. ჩვენ კი კვლავ ვუბრუნდებით ცენტრს, სადაც სხვათა შორის ძალიან ლამაზად მიდის ყველაფრის მოპირკეთება, რეაბილიტაცია, საოცარი კონცერტი იგეგმება და ამ კონცერტიდანაც ფრაგმენტს შემოგთავაზებთ და აქ კიდე ბავშვებისთვის ბატუტები, ტირები, ну არ ვიცი, მე მგონი მთელი საქართველო ჩამოდის და მასე მე მგონი ვერ გავალთ. მოდი ესე დავბრუნდეთ. ჯობია, იმიტომ რომ გაგვიჭირდება. მან გასვლა უკვე გადაკეტილია ქუჩები. ისედაც პატარა ქუჩებია და აბა სხვანაირად როგორ რო არ გადაიკეტოს და თან ეს ჯერ კიდევ ჩვენ როდესაც ვიღებთ ამ ყველაფერს მაინც დილაა და საღამოსთვის სავარაუდოდ საერთოდ ვეღარავინ ვეღარ შემოვა ქალაქში და სხვათა შორის აქ არის საუბარი იმაზე რომ ეს ქალაქი მთლიანად გახდეს საფეხმავლო აი ესეთი ტრანსპორტი რითაც ეხლა გზავრობთ და ეხლა ვართ ასე ვთქვათ წარმოდგენილები სიღნაღში ზუსტად ასე იქნება ვიმგზავრებთ მრალამაზები არიან ეს ჩაცმული ბავშვები და გაპრანჭულები და ავდივართ იმ ადგილას სადაც ასევე იქნება სცენა და კონცერტი ეს არის ჩვენი მერია ძალიან ლამაზი და ავთენტური შენობა და ეწყობა ბევრი სკამები ლაგდება მე არ ვიცი რანაირად ხდება ამდენ ლოკაციაზე პარალელურად როგორ იქნება ღონისძიება აგერ ჩვენი მერიის თანამშრომლები თავად ვიცე-მერი და ჩვენი პოლიციელები რომლებიც დადიან და ჩვენს მშვიდობას უზრუნველყოფენ ესეთი მაგარი ლამაზი ამბავი გვაქვს აქ და ნელ-ნელა ვეშვებით კიდევ რა არის სიღნაღში საინტერესო რამოდენიმე ესეთი ცენტრალური მოედანია აი როცა ეუბნები ადამიანს რომ მოედანზე გელოდები უნდა დაუკონკრეტო რომელი ეს არის მერიასთან ეს არის ქორწინების სახლთან არ დამავიწყდეს ეხლა ჩავევლით ქორწინების სახლს რაც მთავარია კვლავ იქნება ტრადიცია 24 საათიანი ქორწინების დაშვება. კვლავ იქნება ტრადიცია ღამის ქორწილების, რომელიც სამწუხაროდ მოიშალა პანდემიის დროს და მას მერე რაც ქორწინების სახლი კვლავ იქნება რეაბილიტირებული, ისევ ეს ტრადიცია აღდგება და გაზაფხული სალამი, როგორ ახარ გენაცვალე. და ესეთი ოქროები, ჩვენი ქიზიყელები, ჩვენი ოქროს ადამიანები, ჩემი მეზობლები, ესეც სამეზობლო მყავს, აბა დაიკვეხნეთ რომელიმე. და ეხლა გაჩვენებთ მარცხენა მხარეს გამოჩნდება ქორწინების სახლი, რომელმაც უკვე ძალიან ბევრი ადამიანი გააბედნიერებს და კიდევ ბევრს გააბედნიერებს და რეაბილიტაციის მერე ღამის ქორწილებზე გეპატიშებით სიღნაღში. მადლობა ძალიან დიდი. არაფერს, არა ძამდებოდი. კარგად იყავით. მადლობა. ოჰო, როგორ იმრავლა ბავშვებმა. და რა თქმა უნდა, რომელი დღესასწაული შეიძლება ჩატარდეს ნამდვილი კახური ორთაბრძოლის გარეშე. და რაც თავარია, ცოცხალი მუსიკის თანხლებით, როგორც ეს ალბათ ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში საქართველოში და ჩვენი ბიჭუნები, ახალგაზრდები ერთმანეთს ეჯიბრებიან, უკვე მომზადებულია აგერ საპრიზო ფონდი, ჩვენი სახელოვანი სპორტსმენები სხედან და ემზადებიან, რომ დააჯილდოონ ჩვენი სპორტსმენები და შეიძლება მხოლოდ ერთი რამე ვთქვათ, რომ იქ სადაც ასეთი ახალგაზრდები უკვე ჩაბმულები არიან სპორტში, თამაშობაში, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველაფერი სწორად ვითარდება. და რაც თავარია, მუსიკოსები არიან ძველი თაობის წარმომადგენლები, კახეთის, რომლებიც სიამოვნებით ასევე იღებენ მონაწილეობას ამ ყველაფერში. აი ესეთი ცეცხლოვანი, მაგრები, ლამაზები, გახარებულები, მშობლებთან ერთად მოსულები, პაპებთან ერთად მოსულები, ბაბოებთან ერთად მოსულები და რაც თავარია საქართველოს გამარჯვებისთვის მათ აქვთ ყველაფერი იმისთვის რომ ჩვენი ქართული დროშა ყველგან იყოს აღმართული. აი ერთი წმინდა, ერთი პატარა მონაკვეთიც გაჩვენოთ და გავაგრძელოთ ოქროები, კარგები, ლამაზები, წარმატებულები. აი ახლა კიდე აქ არის რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ. ზევით კი გვაქვს ესეთი ნიცურად ჩამოკიდებული ლამაზი კოლგები, ჭაღუნები, რაღაცა დიდი ამბავი გვაქვს და სუფრები. ნუ არ შეიძლება სუფრასთან არ მოხვიდე. არ ეზიარო, მოგესალმებით, როგორ ბრძანდებით? ოხო,
რა სიკეთე, რა მაგარი ამბები გაქვთ. აბა მოყევით ახლა რა გაქვთ აქ? რა გვაქვს ჩემო აბა. ჩვენ ვართ მიწათმოქმედთა ქვეყანა ხო გეორგია ვართ ბატონო. ამიტომ ჩვენი წინაპრები იწყებდნენ მიწის ხო ჩვენ ვართ სააქობოს წარმომადგენლები ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი ხარი მაგრამ გვაქვს ასევე მამალი აბა დავაკვირდეთ მამალი რო იყივლებდა ჩვენი წინაპრები ხარებს შეაბავდნენ და იხვნებოდა მიწა მერე იწყებოდა ჰარალეჰიური არალე რომელიც ურარტულიდან არის ალბათ თქვენ გეცოდინებათ და როცა უკვე გავქრისტიანდით ნახეთ ჯვარი და ჩვენმა წინაპრებმა ხარის კულტი დატოვა როგორც ქრისტიანობის სიმბოლო. დიახ, ჩვენ გვაქვს 4 სახარება, ჩემო ძვირფასებო. დააკვირდით, მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე, ჩვენი წინაპრები, აი ამით სვავდნენ და გვაქვს კიდე სიღნაღის ხედები, ეს ცოტა თანამედროვეა, მაგრამ მაინც შევეცადეთ, რომ წარმოგვედგინა სიღნაღის ხედები. და მთავარი, ჩვენი ქიზიყელი მიხო პაპა. დიახ, მიხო ყველას პაპა. აბსოლუტურად ყველას პაპა არის მიხო პაპა წარმოდგენილი გვაქვს საკობოში პროდუქტები რაც თუ რაიმე შეიძლებოდა რომ ყოფილიყო ქოთანში გვაქვს ლობიო გვაქვს კახური ხაშლამა კი ბატონო რა მაგარია სულ ჩვენია იქეთ ეს მწვადები კარგი ცივად მოხარშული დედალი და ეს ყველაფერი არის კახური ტრადიციული სუფრა ასე რომ ხო შეგვიძლია მადლობა ძალიან დიდ პატივს გცემთ შორიდან დიწყებთ ვინც ახავთ რაც ახავთ მადლობა მეც სიამოვნებით გიერთდებით გლოცავთ იმიტომ რომ ვთვლი რომ კახეთიდან ბევრი სიკეთე დაწყებულა და ასევე დღეს ვთქვი როდესაც ვიწყებდი ჩართვას რომ დღის ბოლოს არ ვიცი როგორ დავასრულებ მაგრამ ამის არ თქმა არ შეიძლება დიდი მადლობა ჯერ ერთი ნუ ხა არა მარტო მასპინძლობისთვის მე უკვე ერთ-ერთი თქვენიანი ვარ და მინდა რომ ყველამ ჩვენმა მსმენელმა მაყურებელმა ნახოს რა სიმდიდრეა რა ბარაქა რა მაგარია რომ აი ასეთი ამბავი გვაქვს ჩვენ აქ აბა თათარის ქვა აი მე თათარის ქვავს ვეძებთ რამდენი ხანია დავარიგეთ გავეცით რა მაგარია თქვენც მოგართმევთ მადლობა ძალიან დიდი მადლობა იხარეთ იბედნიერეთ და სხვავი და ბარაქა გქონდეთ რა შეიძლება ითქვას კიდე სიღნაღზე გარდა იმისა რომ ლამაზია კარგია მშვენიერია და ლიზა ბაგრატიონის და ანსამბლ შავნაბადას არაჩვეულებრივ ხანგებს გიტოვებთ მე მომავალ ორშაბათამდე გემშვიდობებით